როგორ ახართ გოგონებო? იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. უცებ მომაფიქრდა, რომ უნდა ჩამეწერა მყუდრო ვიდეო. ღამის ფიქრები გამანდე თუ გაფანდე. მაგრამ ალბათ მივხვდით, რომ ისი ფიქრები ვნახოთ. რა თქმა უნდა, მე ვერ გავაკონტროლებ ჩემი მეზობლის ზაღლებს, ხმებს და წინასწარ მომიდევეთ. ნახოთ აბა მისი ფიქრები. და საინტერესოა მისი ფიქრები. არაფერი არ არის შეცვლილი, განსაკუთრებით თქვენ უნდა უყუროთ, ვინც გააჩერეთ ურთიერთობა, პაუზა, მაგრამ ამ პაუზაში ხო რაღაცა უნდა გამოიტანოს ადამიანმა დასკვნები, მაგალითად, რატომ კეთდება, რა როგორ მოხდა. თითქოს გეგონება, რომ კი არ მეგონება ასეა. ზეისაგერ იმპერატორი, მე არაფერში არ შევიცვლები. ფეხი გადადებული. ჩემთვის ყველაფერი იგივეა, მე არაფერი არ მაქვს შესაცვლელი, ანუ ადამიანი, რომელიც ვერაფერს ვერ უყურებს მინუსებს თავის აქციელში. ვისაც გიყვართ ახლა, ტიპიური ვერძია, ვერძული ხასიათია და ასევე ცეცხლის ნიშნის ზოდიაქოების წარმომადგენელია. რას ფიქრობ შენ დღეს? განსაკუთრებით ახლა ამ ღამეს, რას ფიქრობ? საინტერესოა, რომ მართლა ფიქრები აქვს ამ ადამიანს, როგორი აი ესე მყუდრო თავისთვის ზის და ფიქრები აქვს ისეთი, რომ თან მენატრები, თან მასშტერებს ეს გრძნობა. როგორ მეტყობა ხო სამტრედიაში ჩამოვით მასშტერებს და რაღაცები, მაგრამ მართლა გაშტერებულია გრძნობით. მონატრებით, ფიქრით. უნდა რომ თითქოს რაღაცა შეცვალოს, მაგრამ ეს ყველაფერი ფიქრების ფანტაზიებია. როგორი ენერგეტიკა მოდის, იცი? როგორც მე ვზივარ ახლა და გესაუბრებით, ასე ზის ეს პიროვნება. თუ დაოჯახებულია, რა თქმა უნდა, ეს ხელს არ უშლის თქვენზე რომ იფიქროს, ასე ზის თავისთვის და ფიქრობს, რომ რაღაცნაირად რა კარგია შენზე ფიქრი, რა კარგია რომ არსებობ, მაგრამ ნახე, ფიქრი, მხოლოდ ფიქრი. რა თქმა უნდა, ვინც დაოჯახებული არ არის, ამ შემთხვევაში ისიც თავისთვის მყუდროდ ზის თავის სავარძელში, ან რა ვიცი, ყველა ისე ხო არ იქნება. და ფიქრობს სტაბილურობაზე, ფიქრობს ემოციებზე, სხვათა შორის ამ შემთხვევაში განვასხვავებდი. თუ ადამიანი, რა თქმა უნდა, უკვე დაქორწინებულია, ეს არ შესულს არ აპირებს, აქედანვე გეტყვით, დღეს ასე აქვს ფიქრებში. მაგრამ ვინც ზუსტად იცით, რომ თავისუფალია, ეს ადამიანი ფიქრობს, რომ უკვე დროა რაღაცა დასტაბილურდეს, მაგრამ მაინც იცი როგორი ფიქრებია. მარტო ისე უფრო კარგია, ასეც კარგია რომ ვართ. მაგრამ მაინც კაია რომ ასე ეფიქრება. რას ფიქრობ კიდე? რას ფიქრობ? ფიქრობს, რომ შენ შეიცვალე. შენი ზღვარი უკვე ძალიან შესამჩნევლად აღმართე მის წინაშე. ასე მარტივი არ გახდება უკვე შენთან მოახლოვება, შენთან რაღაცა დავიცი იგივე თემებზე საუბარი, რაღაცეები რაც ადრე ჭრიდა, ახლა აღარ ჭრის. თან როგორი ხარ, იცი? შეგიძლია გახდე ბრმა ურთიერთობაში და არ დაინახო ის, რაც იცი და ისე დროს დაინახო, რომ ადამიანს კიდე მინდოდა მე თქვა გააშტერებს. ხო, კაი, გააშტერებ, რომ აქამდე თუ არ უყურებდი და თვალებს ხუჭავდი, ახლა რატო? ხო და აი ასეთი სიურპრიზებით სავსე ხარ და ამაზე ფიქრობს. იმედია ჩემი ხმა კარგად ისმის, იმიტომ რომ მიკროფონი დამეკარგა, არ ვიცი რა მოხდა. ჩიტმა წაიღო, თუ რამ წაიღო, არ ვიცი და ისევა, რომ
ბოლოს როდის ვიტირე არ მახსოვს, ხო და ვიტირე რომ ნახე რომ დამეგარგა. დას ფიქრობს. ой, რამდენი ქაოსი აქვს თავში, იცი რა უნდა? რაღაცა ისე შემოგატრიალოს, რომ სიტუაცია მართოს. იმიტომ რომ გრძნობა აქვს შენს მიმართ, როგორი სიტუაციაც არ უნდა იყოს. შორს წაღმაუკულმა პოზიციებში უყურებდა ეს არკანი, მაინც სწორად ამოვიდა, რაც მიხარი. არ აქვს მნიშვნელობა სამკუთხედია თუ როგორი სიტუაცია, შენთან სულ სხვა ვაიბია, შენთან სულ სხვა გრძნობა, შენ სულ სხვა სუნი გაქვს. ღამე გავშლი აწიმე, თუ სამტრედის ისა აურა და ვაიბი არ ვიცი. ძაღლების პატივსემე, თორე ნევროზიანები არიან, რომ ჩაირთვებიან, არ ვიცი. განსაკუთრებით პირად კონსულტაციების დროს შეჭამენ ტვინს. რას ფიქრობს კიდევ? მოდი ვნახოთ. რას ფიქრობს კიდევ? შენ ყველაფერი გადალახე. შენ გახდი დამოუკიდებელი. მე მაინც მგონია კიდევ უმეტესად ამ ურთიერთობაში მოუგვარებელი კონფლიქტური სიტუაცია ან უკონტაქტო ურთიერთობა ან უკონტაქტოს თავი დავანებოთ უკვე წასული ხართ მისგან და დასკვნებიც გამოტანილია შენ გიყურებს რომ ხარ ტრიუმფში შენ გიყურებს რომ აი დამინახე როგორი ვარ შეიძლება ამას ისე აკეთებ რომ აქვს საშუალება ამ ადამიანს რომ ან გაიგოს დაგინახოს რაღაცნაირად ნუ ამის შეგრძნება აქვს თვითონ კი ჩუმად არის თვითონ ურჩევნია იყოს ჩუმად ეს ის ადამიანია რომელიც ჩუმად არის და ურჩევნია მე ვიფიქრო მე ვიცოდე მაგრამ შენ თუ ამას ვერ გაიგებ ეს დიდად არ მაინტერესებს და ეს სიჩუმე და ხასიათი ღუპავს ამას იმიტომ რომ მე როგორც უყურებ მის ფიქრებში ამის გამომჟღავნებას არ აპირებს და მაინც მოდი ვიკითხოთ გამოამჟღავნებს თუ არა ამ ყველაფერს. აუ იცი როგორ რაღაცა ასე უცებ არა, აუ დრო უნდა, არ ვიცი თუ ელოდებით ამას ძალიან დიდი ხანი კიდე კარგად დაგალოდებს იმიტომ რომ არა. ჯერ არ გეტყვის. თან აქ ზუსტად ჩანს, რომ შენ გაბუტული ვითხარ, მინიმუმ და მაქსიმუმ, ეხლა თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე მოიგეთ. იმიტომ რომ აქ რაღაცა შენ რასაც ელოდები და როგორც უნდა მოიქცეს, იცის. მაგრამ ხასიათი. არა, არ იზამს და არ იტყვის. არა და რატომღაც გრძნობს, რომ შენ მას ელოდები. რაღაცა განსაკუთრებული შეთავაზებით სიტყვით თუ რითი არ ვიცი. რჩევა თქვენთვის. რჩევა. ხომ კარგი ხარ. ხომ ძალიან ჭკვიანი ხარ. არ გაქებთ 100-იან ნამდვილად, რასაც მე ვკითხულობ. და ძალიან თუ კირჩხიბები ხართ პირდაპირ თქვენზეა და ვის თუ წყლის ნიშნები ხართ თლად თქვენზეა, მაგრამ ამას რო თავი დავანებო და უბრალოდ ემოციური და გულჩვილი და მიამიტი ადამიანი ხართ, მაშინ ესეც თქვენზეა. შენ არ გინდოდა რო გონება ჩაგერთო, იმიტომ რომ შენ იყავი გული და სული და შენ ახლაც ხარ გული და სული, მაგრამ არა მასთან, არა ამ სიტუაციაში. შენ ამ ურთიერთობაზე ისეთი მღელვარება და ისეთი რაღაცა განცდა რომ შენატრი რომ თუნდაც ყველაფერი დაალაგდეს ისი არა გაქვს და რაც გონებით გამოიმუშავე და რაც ზუსტად იცი რა არის სწორი თითქოს ეს ყველაფერი არ გავსებს ახლა მე თავ ვფიქრობ ამას კი ვკითხულობ მაგრამ რჩევა რა არის სადღაც რო იყვიან ჟონავს ანუ რაღაცნაირად მაინც შენი ენერგია არა გაქვს დაცული სწორად და მაინც ვერ აკონტროლებ ამ ურთიერთობისადმი ინტერესს ფიქრს და უნდა გააკონტროლო ეს ყველაფერი ნუ იფიქრებ შორს ნუ იფიქრებ რა იქნება მომავალში იმიტომ რომ ახლანდელი იმდენად გასაკონტროლებელი გაქვს და დასამუშავებელი რომ
მომავალზე ფიქრი უკვე ზედმეტია. ასეთი იყო გოგონებო ეს გაშლა. მე ყველას გელოდებით კომენტარებში დროებით.